2005 წლის 14 ივლისი იყო და ეს დაახლოებით 10 რიცხვამდე დამერეკეს რა ეგრე. მე ხარ ჩამოვალ მე და შეხვდეთ მე. მე დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი აქ ჯავშნილი მანქანა მყავდა და ჩამოვედი დაცვაც მყავდა, ჩემი პირადი დაცვაც მყავდა, მაგრამ საღამოს ეკონომიკის სამინისტრო იყო მაშინ აქეთ თბილისის მარიოტის მეორე მხარეზე მეყენა ღამე მანქანა და იქ რაღაცები გადამიჭერეს მანქანაზე დამიზიანეს, იძულებული იყო მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. და ელიავის ბაზრობას გავცდით თუ არა, ბლოკირება გამიკეთა ეს ორმაშინდისფერო მანქანამ და უკიდან ავტობუსიდან გამოხდნენ სპეცნაზის ფორმაში 7-8 კაცი და ავტომატის ჯერი დაცალეს, შოკერება მოახდინეს ტერიტორიის, უკიდან შუშა, გვერდიდან შუშები ჩამემტრიეს, დაცვა გადავიდა ხელი აწია, მეც გადმომეთმითო იარაღი ქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე იარაღს, იმიტომ ჩამცხრილავდნენ. გადმოვედი ხელი ავწია, გადმოვედი და მოთხარი. მაშინ მასკები აკეთა ბიჭებს და ერთ-ერთ მომენტში ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებდა და ეგრევე კონტაქტი მომარტლა სახში და მსხრევისის ვიგზენი სახის. და დავარდი დილს, მივხვდი რომ უკვე ბოლომდე მიიყვანეს საქმეს და ერთ-ერთი მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავეკეთე სახის და ბორთი გავხდი რომ ეს დარტყმები ამეცილებინა. 4 ადამიანმა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ჩექმები მარტო თავში მისწავდნენ. თავში. და ხელები ქონდა სუდაღოლებული მქონდა ხელი. და რო გავიყინე, რო გავჩერდი მანქანის რაღაც მანქანას ახლოს მივედი და გავიყინე, რომ თავი დაენებებინათ, იმიტომ თუ ვინ მოძრავებდი არ დამანებდნენ თავს. ხოდა მე იარაღი ამოიდეს, ამოაცალეს იარაღი და წავიდნენ. და მე მაშინ ავდექი და ვერაფერს ვერ ხედავდი, იმიტომ თვალის გუბები მქონდა ძალიან დასიებული და ესე გავიხსენე თვალის გუბეები სისხლი მომდიოდა სულა და იქ არის სამრეც ხავა იყო და იქ გადამიყვანეს ხალხმა მიციყოდნენ იქ და ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. და იქ დამაჯინეს და მაშინ დარეკა მეუღლემ ვილიამსიდან და მე უთხარი სასწრაფო თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან მეთქე. თორე არ მაცოცხლობენ მეთქე.